ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტი უკვე 113 მილიონ ლარს შეადგენს. 17 მილიონი მთავარ ფინანსურ დოკუმენტს მერიის ინიციატივით დაემატა. ოპოზიცია უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ მერიამ ბიუჯეტში შენიშვნები არ გაითვალისწინა. პროცედურების მიხედვით საკრებულო დოკუმენტს კორექტირებისთვის უკან ვეღარ დააბრუნებს. ბათუმის 96 მილიონიან ბიუჯეტის პროექტს 17 მილიონი დაემატა. ინიციატორი ბათუმის მერია. პარამეტრების ცვლილება საპროტესტებენ ოპოზიციაში. თავისუფალი დემოკრატებისა და ნაციონალური მოძრაობის წევრები მიიჩნევენ, რომ მერიამ საკრებულოს არა კორექტირებული, არამედ ბიუჯეტის სრულიად ახალი პროექტი დაუბრუნა. პრიორიტეტულ სფეროებთან დაკავშირებით კი შენიშვნები უგულვებელყოფილია. კობა ჩხეიძე ამბობს, რომ პროცესში ჩართულები არ ყოფილან, რითაც მათი უფლებები დაირღვა. 17 მილიონთან დაკავშირებით არც ერთ საზოგადოების არც ერთ წევრს არ უმსჯელია. შესაბამისად საზოგადოების ინტერესიც დაირღვა და მოკლედ გვაქვს ბიუჯეტის პროექტი, რომელიც არც განხილულა შესაბამისად და რომლის განხილვაც იწვევს ჩვენი უფლებების დარღვევას. მე როგორც საკრებულოს წევრს თანაბარი ვალდებულება გამაჩნია საზოგადოების წინაშეც და იმ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების წინაშეც. ფრაქცია ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ დოკუმენტში გათვალისწინებული არ არის ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა ურეხის მოხუცებულთა თავშესაფრის, აუზის და იაფის სახლის მშენებლობა. ისინი დაბრუნებული ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერენ. როცა მერმა შემოიტანა ბიუჯეტი, იმ ბიუჯეტზე მოხდა განხილვა, იმ ბიუჯეტის განხილვა მოხდა როგორც ფრაქციებში, ისე კომისიებში, რაღაცა დოზით მაინც, მაგრამ მოხდა საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად. შემდეგ ეს შენიშვნები საერთოდ გაქრა. იმიტომ რომ საერთოდ სხვა ტიპის ბიუჯეტია შემოსული. თმართმობამ ის მწირი ფული რაც ჰქონდა, ისიც კი ვერ დახარჯა და ვერც ერთი ახალი პროექტი ვერ გააკეთა და ბუნებრივია ამ ფულს წლიდან წლამდე დაატარებენ ზემოთ ქვემოთ. ოპოზიციის პრეტენზიებს საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე პასუხობს, რომელიც ამბობს, რომ მერმა კანონით მინიჭებული უფლება გამოიყენა. მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი არჩილ ვანაძე აცხადებს, რომ 17 მილიონიანი დანამატი ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გადანაწილდა. მათ შორისაა ჟილინის არხის რეაბილიტაცია. წარმოდგენილი ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტის სრულ შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან, კერძოდ საბიუჯეტო კოდექსის 68 მუხლი აღწერს პროცედურებს, თუ როგორ უნდა მოხდეს პროექტის განხილვა და წარდგენა საკრებულოზე, მათ შორის კორექტირებული ვარიანტის და ქალაქ ბათუმის მერს სრული უფლება ჰქონდა წარედგინა ბიუჯეტის კორექტირებული ვერსია და ამ ვერსიაში ასახული ყოფილიყო საკრებულოს წევრების შენიშვნების გარდა სხვა გარემოებები. პროცედურების მიხედვით საკრებულო მერიას ბიუჯეტის პროექტს შესწორებებისთვის უკან ვეღარ დაუბრუნებს. მთავარ ფინანსურ დოკუმენტს წარმომადგენლობით ორგანოში კენჭს 29 დეკემბერს უყრიან.